2000-იანი წლების დასაწყისი და პირველი სერიალი შენს ცხოვრებაში, სადაც ეროტიკულ როლებზე მოგიწია თამაში, ხო? ეხლა დღეს შეიძლება სასაცილოა, მაგრამ იმ პერიოდში იყო ძალიან გახმაურებული სცენები. სადაც შიშველი გიწევდა პარტნიორებთან შეხება. მარტივად აგითახმეს ამ როლზე. სცენარში კიდე ისეთები ეწერა, ფილმში იმის 10% არ არის. უფრო ღრმა ეროტიკა იყო? არის ეროტიკა კი არა, ისეთები ეწერა და ეგ ჩემი გახდა და ის პრობლემა არ იყო. პრობლემა ეს იყო, რომ ახალი დაქორწინებული ვიყავით. და ეს ჩემი ცოლი ცოტა ისეთი იყო ეგეთი საკითხების მიმართ. ნუ არც თუ ისე ჰუმანური, ესე ვთქვათ. დავსვედით ოთახში, აბა, რა ხდება ჯაბა, გეკითხება ხა ახალ დაქორწინებული შენი ცოლი. ნუ, მოდი წავიკითხოთ ერთად სცენარი. უკვე ბედნიერია, რომ აი ჩემთან ერთად კითხულობ სცენარს. ვერთო რა ქმარი მყავს, დავესწრეთ, გადაიშალა და პირველი ხო არის რომ ნელ-ნელა პირველივე ფურცლიდან რომ წავიდა ეს თითი. და მოკლედ მესამე ფურცელზე რომ გადავედით, უკვე ხვდები რომ სცენარს კი არ იმაშება, მე მიყურებს. მეც ვაგზელებ კითხვას ეს უფრო და უფრო რთულდება, უფრო და უფრო ბრუტალური ხდება ეს ყველაფერი და ბოლოს მეუბნება რომ მეხუთე ფურცელზე შენ ამას ითამაშებ და მე დავიწყე ახსნა განმარტება თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარიერის ამ ეტაპზე ჩემთვის ამის გაკეთება რომ სისულელი. ისე ნიმუშებს მე ვაკეთებ. იცოდი თავიდანვე ვინ იქნებოდა შენი პარტნიორი ამ სექსის სცენების დროს? არა, იმიტომ რომ ყოველდღე თითქმის რა რეპეტიციებს გავდიოდით ესე რა. სანამ გადაღებას დავიწყოთ და აიო დღეს რო შენი პარტნიორიც მოვაო და ნუ აჩქარდა გული უკვე ვინ იქნება და შემოდის კალბატონი მარინა კახიანი. ძალიან მაგარი სიურპრიზი იყო მართლა იმიტომ რომ ცოტა უცნაური იმიტომ რომ მარინა და დედა ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული აქვს ანუ მარინა ანუ ერთმანეთს იცნობდით? კი რა თქმა უნდა თავისთავად უბრალოდ ახლა მე ვიცნობდი როგორც ახლა დიდი ხანი აღარ მყავდა ნანახი ხო თავისთავად ახლა მარინას ვახსოვდი პატარა მე თეატრალში გაიზარდა ბიჭი რაღაცა და უცებ ხო ხდები ციცინას და თემურიშვილი აგერო იყო პატარა ჯაბუნა უცებ ცოტა პარტნიორობას ორივეს ქონდა ეს მომენტი. უხერხულობის მომენტიც იყო? თუ მიუდექით როგორ საქმე? მარინა მაგარია, პროფესიონალია. სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა მან ამ კუთხით, რომ იმდენად განწყობა ისეც გიქმნის და ისე გთავაზობს ყველაფერს, რომ ამაზე აღარ იწყებ ამის ფიქრს რა და მარინა საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა კინოსიც და კამერის. თუმცა დუბლიორი მაინც აიყვანა ეროტიკული სცენების დროს. რაღაც მომენტები რაც აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დუბლიორი უნდა ყოფილიყო. შენც ხო არ აიყვანა? აიყვანე? ასე ავიყვანე რა, ანუ რაღაც სცენაში დუბლიორები არის. ანუ ის ცნობილი სექსის სცენების სადაც არის, ყველგან შენ არა. რაჩერდი კაცი შეყვანებებს მეკითხე. ვინ არის ეს კაცი? კარგი, მოკლედ. ვახ. ჩაიარა ამ როლმაც. უნებათაღელვა, ასე თუ ისე ჩაწყრებოდა, მაგრამ პირველი კითხვა იქნებოდა ყველას ესეთი. ბევრი გადაგიხადეს? ძალიან ცოტა იყო იმ დროშიც კი ის თანხა რა რეალურად. ყველაზე სწორი მიდგომა ეგეთ საკითხში მე რაც პრაქტიკაში მქონია, ქონდა მხოლოდ ღამის შოუს და გოგიჩას.